თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ ყოფილა ალბათ არასდროს. და ქართული ოცნების პერიოდში საერთოდ არ ყოფილა დამოუკიდებელი. თვითმმართველობა არის ის ორგანო, რომელმაც საჯარო უწყება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქალაქის, ანუ მუნიციპალიტეტის და მას შემავალი სოფლების კეთილდღეობა. იმ ბიუჯეტით, რა შემოსავალიც მას ადგილობრივი გადასახადებიდან შეეცდის და ასევე სახელმწიფოს ტრანსფერი. დღეს თვითმმართველობაში ადამიანები რომ სხედან, აი გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში რომ ადამიანები სხედან, ის ადამიანები არამს თუ დამოუკიდებლები ქართულ ოცნებას გულისხმობ. არამედ ზუსტად იციან რომ ხელისუფლებას მალე ჩამოშორდებიან და არიან მოსწრებაზე გადასულები. აი მაგალითად, ერთი მაგალითი, ლომჭაბუკის სკვერი ხომ გახსოვთ? მაშინ თქვენი ეთერითაც არაერთხელ გავიდებ გადაცემა. როდესაც 46,000 евро მოგცა ევროკავშირმა გრანტის სახით, რომ ლომჭაბუკის სკვერიში, ანუ მომხდარიყო რეაბილიტაცია. აი მაშინ ქართულმა ოცნებამ 2017 წელს ეს გრანტი ვერ აითვისა და უკან დაბრუნება მოუწია. თქვენ როგორ ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ თვითმმართველობა იყოს ფუნქციური, ასე ვთქვათ? აი პირველი ნაბიჯები თქვენ როგორ ხედავთ? თვითმმართველობა რომ ფუნქციური იყოს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გუბერნიის სამსახური გაუქმდეს. გუბერნატორის სამსახური გაუქმდეს. იმიტომ რომ გუბერნატორი, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მომლაპარაკებელი არ სჭირდება. იმიტომ რომ გუბერნატორს არ უნდა უთანხმოებდეს დამოუკიდებელი მერი თავის ქალაქში, რომელი ქუჩაში რა სკვერი გაკეთდეს და სად მაგალითად შიდა კომუნიკაცია გაკეთდეს, ან წყალი გაკეთდეს, ან მაგალითად ლიფტი გამოიცვალოს რომელიმე სადარბაზოში, ან რომელიმე სოფელში ბაღებთან მისასვლელი გზა გაკეთდეს. ამას გუბერნატორს არ უნდა უთანხმოებდეს. და დამოუკიდებელი მერი ყველა სამსახურს უნდა აკონტროლებდეს და მათ შორის უნდა აკონტროლებდეს იმ სიპებს და აიპებს, რომელიც მის დაქვემდებარებაში არის. უნდა თვითონ იყოს, საკუთარი ქალაქი უნდა უყვარდეს, თუ საკუთარი ქალაქი არ გიყვარს, ვერ გააკეთებ, ანუ არ გამოგივა, არ გაინტერესებს და არ გაღელვებს. და არაფერი არ გამოგივა. ეს ადამიანები გაერთიანებულები არ არიან იდეის გარშემო. იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შიშველი ხელებით შეუძლიათ მთები გადადგან. მაგრამ ფულის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შეუძლიათ რამოდენიმე თვით ან წლით მიიღონ მხოლოდ კეთილდღეობა და მე ეს კეთილდღეობა როგორც კი დასრულდება, ყველაფერი დასრულდება მათთვის.